სპუნჯი ახალი სპუნჯი მე ვარ ნანიკო კორაშვილი, ცხოვრობ მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში. ვარ 15 წლის, სწავლობ ჩარდახის საჯარო სკოლაში. ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა და ყოველთვის ვცდილობდი, რომ ფანქრებით, ფურცელზე შემესრულებინა ესა თუ ის ნამუშევარი, ასე ვთქვათ, დამეხატა, მაგრამ უშუალოდ ტილოზე ხატვა და ასე ვთქვათ, აკრილის საღებავების გამოყენება დავიწყე დაახლოებით 2-3 წლის წინ, როდესაც შევუერთდი ონლაინ ხატვის გაკვეთილებს, რომლებიც მეტად საინტერესო აღმოჩნდა და ასე ვთქვათ, ეს ამ გაკვეთილებს წარმართავდა იზა წურიაშვილი, ჩემი ერთ-ერთი ხატვის მასწავლებელი. ზოგადად, ჩემი მთავარი მიზანი ხატვის დროს არის ის, რომ გამოვხატო ჩემი ემოციები, თუნდაც რაიმე მოვლენას დაუჭირო მხარი და ასე ვთქვათ, უფრო მეტად ალბათ ყველა ადამიანიც იმიტომ იწყებს ხატვას, რომ გამოვხატოს საკუთარი ემოციები და გრძნობები, თუ რას ფიქრობს, რა შეხედულებები აქვს. ზოგადად კონკრეტული, ასე ვთქვათ, სტილი არ მაქვს არჩეული მაინც და მაინც, მაგრამ ვცდილობ, რომ ყველა სახის, ასე ვთქვათ, ნაშრომი შევასრულო, დავხატო, ყველანაირ ფერს ვიყენებ, რაიმე ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ფერი არ მაქვს არჩეული და ვცდილობ ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, გავაკეთო ის, რაც შემიძლია და დავდო საუკეთესო შედეგი.
ზოგადად ვფიქრობ, რომ მაინც როგორც არ უნდა მქონდეს დაგეგმილი რაღაცები, მაინც იცვლება, მაგრამ ძირითადად მობილურ ტელეფონს ვიყენებ ხოლმე და ინსპირაციას მობილური ტელეფონის საშუალებით პოულობ, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე ჩემი ინსპირაციითაც უკვე ვამატებ ამა თუ იმ დეტალს. ძირითადად მიყვარს ახლობლების, ან ზოგადად ადამიანების გახარება და უფრო მეტად ალბათ ჩუქნი ხოლმე, ასე ვთქვათ, როგორც ასეთი რომ ნახატები გამეყიდოს, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდარა. კონკრეტულად პროფესია არ მაქვს შერჩეული, მაგრამ ვიცი რომ ასე ვთქვათ, ხატვა იქნება მუდამ ის ასე ვთქვათ, ჰობი, რომელსაც თავს აარსებდეს დავანებებ. ყველა ოცნებობს რომ ასე ვთქვათ, ეს ნამუშევარი შეასრულოს და დახატოს მტკვარი, მდინარე მტკვარი. მოგესალმებით, მე გახლავართ თამარ თოიძე, მხატვარი, ფილმწერი, ჟურნალისტი, აკადემიკოსი. დღეს ვიღებთ გამოფენაში მონაწილეობას ახლის ფუნჯის გამოფენას, სადაც გაიმართება გამოფენა გაყიდვა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ნამუშევრები თანამედროვე ტექნიკით, თანამედროვე ხედვით და თანამედროვე ფერებით. რაც შეეხება ჩემს მიღწევებს, ჯერჯერობით მსოფლიოს საერთაშორისო გამოფენებზე ვიღებთ მონაწილეობას, სადაც ლიდერობ ასევე ლუმინარტის გამოფენაზე მე-6-ჯერ ZZ მოვიგე და მოვიპოვე ვირტუოზის ტიტული და გავხდი ფინალისტი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ საგამოფენო სივრცეს ვიპყრობდი. როგორც საბავშვო, ასევე შემდეგ საყმაწვილო, გავიზარდე, გავიდა წლები. მაგრამ ყოველთვის ოცნებად რჩებოდა პარიზი და ლუვრი. დიდი ოცნებები არასოდეს არ მქონია, მაგრამ სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა ლუვრში. იყო ესეთი გამოფენა გზა ლუვრისაკენ, რომელიც გაიმართვა თიასი ლაგაძის ორგანიზებით ელენე ახვლედიანის ბავშვთა საგამოფენო სივრცეში და მივიღე მონაწილეობა. შემდეგ ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, უნდა გაგზავნილიყო პორტფოლიოები და შეესწავლა კომისიას თითოეული მხატვრის ბიოგრაფია, ნამუშევრები, შესრულების ტექნიკა. ჩემდა გასაკვირად სხვა მხატვრებთან ერთად მოხდა ჩემი წარმატებაც და ორგზის მიწვევა. წელიწადში ორჯერ ლუვრის კარუსელი მართავს საგამოფენო სივრცეს უთმობს ლუვრი თვითონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმატებულ მხატვრებს. ეს ხდება აპრილში და ხდება ოქტომბერში. იყვნენ მხატვრები, რომლებსაც ერთგზის მოწვევა ჰქონდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ორგზის მოწვევა მივიღე. ჩვენ წავდგებით ქვეყნის სახელით. ძალიან საპასუხისმგებოა ყოველივე ეს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საკითხს, ვემზადებით. იმედია აპრილის სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეგვეშლება ხელი და აპრილისთვისთვის გავემგზავრებით. შედეგები იქნება ცნობილი, როგორც გადმოგცეს, გააშუქებს 13 ტელევიზია და თქვენს ტელეკომპანიას ექნება შანსი ექსკლუზიურად მოგაწოდოთ თითოეული ჩვენი წარმატების თუ ნაბიჯ წარმატებისკენ მიმავალი გზა. ჩემს ყველა ინტერვიუში ვაღიარებ, რომ ხელოვანი ადამიანი არასოდეს არ ფიქრობს წინასწარ რა შეიქმნება. ხელოვნება არის ხელისუფლება, სადაც გონება აბსოლუტურად გათიშულია. როდესაც გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხარ მხატვარი, აბსოლუტურად მინდობილი ხარ ღმერთს და იქმნება შემდეგ ნამუშევარი. რაც შეეხება მხატვარს, რომელმაც წინასწარ იცის რა უნდა დახატოს, მე ვთვლი, რომ ესეთი მხატვრები არიან გადამხატველი მხატვრები. მხატვარი მხოლოდ იმას ხატავს, რაც შინაგანად აწუხებს და რაც სულში აქვს. მე მაინც ვთვლი და ვფიქრობ, რომ თუ მხატვარი ხარ, ყველაფრით დახატავ. დახატავ თაფლით, დახატავ ყავით, დახატავ ნახშირით. არ არსებობს, ვერ გაჩერდება. არის
ძალიან ბევრი კარგი საღებავი, რაც მხატვრისთვის დღესაც ფუფუნებაა და ყოველთვის იყო ფუფუნება და ამის ისტორიული დოკუმენტები დევს. თუნდაც ჩემი შთამომავლის მოსითოიძე, როდესაც წერს ილია ჭავჭავაძეს, რომ სადიპლომო ნამუშევარზე მუშაობდა ლენინგრადში და სთხოვდა ილიას, რომ გამოეგზავნა მისთვის საღებავების ფული, რადგან დიპლომს ვერ ისწავდა. ანუ ოდითგანვე იყო ეს პრობლემა, ოდითგანვე და ამის დოკუმენტები არსებობს. თუმცა რაც შესაქმნელია, მაინც იქნება. რაც შეეხება გაყიდვას, როგორც ასეთი, საქართველოს ბაზარზეც ხდება ის შეფასებული ნამუშევარი, მართალია ვერ იყიდება იმ ფასად, მაგრამ არის საიტები, არიან მხატვრები, რომლებიც ყიდიან. ის მხატვრები, რომლებიც დღეს იყიდებენ ფეხს და მათი სახელი და გვარი არც ისე ცნობილია, თუმცა თავისი ტექნიკით არ ჩამოუვარდებიან იმ დიდ ვირტუოზებს, დავალ, მაგრამ ანაზღაურებად ფასებში ყიდიან. ჩვენს სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი ნამუშევრები გავიდეს მსოფლიოში ეროვნული საგანძურების გარდა იმ ავტორებისგან, რასაც ქმნიან მხატვრები. ამ გზას ვადგავარ მეც. სამომავლო გეგმებზე ზოგადად ვერ ვსაუბრობ ვერასოდეს, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს და შეიძლება ხლა აქედან გასულმა ერთი ისეთი პროექტი გავაკეთო, რაზეც არც მიფიქრე და არც მიოცნებია. ახალი სპონჯი მე ვარ ელენა ილიაევი, 14 წლის, ვსწავლობ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში და ხატვა მიყვარს. 11 წლის ასაკში დავიწყე ხატვა აკრილის საღებავებში, თუმცა ბავშვობიდანვე ვხატავ. თავიდან იდეას ვფიქრობ, ვისი და ხატვა მინდა და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ცვლილების შემდეგ გამოდის ნახატიც, როგორიც არ მქონდა ჩაფიქრებული. იტალიაში მქონდა ნახატი გაგზავნილი და ფერწერის სფეროში ჩამომივიდა პრემია. ძალიან ბევრ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და ავიმაღლე ჩემი გამოცდილება. ხატვა თავიდანვე ძალიან მიყვარდა. სკოლაში რომ დავიწყე სწავლა, სულ ხატავდი და შემდეგ უკვე დედამ ჩამწერა ონლაინ გაკვეთილებზე და ხატვა დავიწყე პროფესიონალურ დონეზე. და რომ ნახე რომ გამომდიოდა, აღარ დამინავებია თავს. მე წარმოშობით ასურელი ვარ. საქართველოში როდესაც გადმოსახლდნენ გენოციდის დროს ძალიან უჭირდათ, დევნიდნენ ასურელებს და საქართველომ შეიფარა. ხელი რომელიც დახატულია და ორი დროშა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და გამოხატავს იმ დახმარებას, იმ გვერდჩილვომას, რაც ქართველებმა ასურელებს გაუწიეს. მას შემდეგ რაც ქართველები ასურელებს დაეხმარნენ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ამჟამად ასურელები თავს ქართველებად აცვლიან. Facebook-ზე მაქვს გაკეთებული სამხატვრო გვერდი, სადაც ვდებ ჩემს ყველა ნამუშევარს, რასაც კი შევქმნი და თუ კი ეკნებათ სურვილი, იქაც არის ხოლმე შესაძლებელი. სამომავლოდ მინდა არქიტექტურა ავირჩიო, თუმცა ხატვა მაინც ყოველთვის ჩემი თანამგზავრი იქნება. ახალი სპონჯი მე ვარ თია კოლოშვილი, მხატვარი. ხატავ ბავშვობიდანვე. დავამთავრე გორის სამხატვრო სასწავლებელი ანა ფერაძის სახელობის. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო სასწავლებელში, ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში. და მიღებული მაქვს მონაწილეობა უამრავ გამოფენაში. აქტიურად მონაწილეობდი თანამედროვე მხატვართა ლიგის გამოფენაში, შემოდგომის, გაზაფხულის და ზაფხულის გამოფენებში. მაქვს აგრეთვე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა იტალიაში. პალმა დე მონტე კიაროში, სადაც იყო ჩემი ნახატი გამოფენილი.
შეიძლება გადაწყვეტილი და მქონდეს რაიმეს დახატვა, მაგრამ შეიძლება ბოლო წუთს შევცვალო და სხვა რამე გამოვიდეს. ხანდახან თვითონ ხატვის პროცესშიც გადამიკეთებია ნახატი. რეალურად იმ ფასში რა ფასიც საერთოდ ეკუთვნის ვერ ვყიდი, მაგრამ ცოტა დაბალ ფასში იყიდება საქართველოში ნახატები. იშვიათად ვყიდი, მაგრამ მაინც იყიდება. ძირითადად შეკვეთებზე ვმუშაობ. შეკვეთასაც გააჩნია შეიძლება ზუსტად ფოტო გადმომიგზავნო ზუსტად ის უნდა. ან კიდევ მათდიან რომ შენი გემოვნებით დახატე, თქვათ თემას მომცემენ. ძირითადად ინტერნეტით მიკავშირდებიან, Facebook-ზე მაქვს გვერდი და შეუძლიათ გამომიწერონ თეა გოლოშვილი, ჩემი სახელით და გვარით. სამომავლოდ ჯერჯერობით საერთაშორისო გამოფენებზე მინდა გასვლა და მერე ვნახოთ რას გადავწყვეტავთ. გეგმები კი მაქვს, მაგრამ რას განვახორციელებს ჯერ არ ვიცი. მაქვს ისეთი ნამუშევრები, ცოტა ფანტასტიკაში გადადის, თქვათ რეალური ადამიანები მაგალითად, სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებით და ასე შემდეგ, ქალიპეპლები, სირინოზები, მიყვარს ცოტა ფანტასტიკური ჟანრის ნახატების ხატვა, მაგრამ ბოლო ხანებში ვეღარ დავხატე. დღეიდან მზად ვარ ჩავერთო ახალი ფუნჯის გაყიდვების პროექტში, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. რომა ილიანი ჭვიმეთი წლის სოფელი ძველი ქანიდა. თავიდან ჩემი ხატავდა შემდეგ შევედი და ხა ისე დავანებე თავი. ჩანაფიქრი რაც მაქვს ხოლმე იქიდან ხატავ. უფრო მეტად მიყვარს პეიზაჟების ხატვა და ხშირად ვიყენებ ღია ფერებს. ცხეთიდან რაც მოჩანს ის დავხატე. სოფლის ის არის მეურნეობა. ამ ნახატზე აღდგომასთან არის დაკავშირებული. ხატვის გარდა კიდევ ვარ ფეხბურთით დაკავებული. მომავალში მინდა წავიდე უცხოეთში და გავაგრძელო ფეხბურთის თამაში. ხატვა ჩემი მუდმივი თანამგზავრი იქნება. დაწმინდა რომ ჩანდეს აქე და ხე რო არ ეფარებოდეს, დაწმინდა ზოხატავ. ახალი სპუნჯი მე გახლავართ ეკატერინა ბერიაშვილი, ხატვარი, ხატწერი, ფერმწერი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის სპეციალობით, წარჩინებით, დავამთავრე ასპირანტურა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობ როგორც ფერწერაში, ასევე პარალელურად მუშაობ ხატწერაშიც. სულ რაღაც 2-3 წელია, რაც ჩავერთე მაქსიმალურად გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებში. მინდა აღნიშნო, რომ ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის პერიოდში დამენიშნა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის პრემია. ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო. შემდეგ
ამ 2024 წელს მივიღე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, საუკეთესო მხატვრების დაჯილდოვება მოხდა ფლორენციაში, ფლორენცუების სასახლეში, სადაც წარდგენილი იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, სახელწოდებით „სულის სამაღლება“. ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული სიცილიაში, კერძოდ აკადეში, მიწკივების სასახლეში გამოფენა ჩატარდა და იქ მივიღე კონკურსის სახით ჩატარდა და მომანიჭეს ოსკარის დიპლომი. ასევე მაქვს მონაწილეობა მიღებული რომში საჩუქარი ღვთისგან არის მხატვრობა და რამაც მე დიდი ბედნიერება მომიტანა და დიდი სიამოვნებით მუშაობ მხატვრობაში, ფერწერაში და ასევე ხატწერაშიც. ჩემთვის განსაკუთრებული ფერი ძირითადად ამაზე უფრო არ გამემახვილებია ყურადღება, მაგრამ აღნიშნავდი უფრო გამოვყოფდი ყვითელ ფერს, იასამნის ფერს. ასევე წითელი ფერი, რა ვიცი, ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ოღონდ იყოს კოლორიტული, რა თქმა უნდა. ჩემი ნახატები იქნება ძალიან განსხვავებულად, ჩენებურად, არ არის დაგეგმილი თუ რა უნდა გავაკეთო. მოდის რაღაც ზებუნებრივი, რაღაც ისეთი ძალა, რომელიც მაქმნევინებს ნამუშევრებს და მე იმ ხატვის პროცესში უკვე ვგრძნობ, რომ ეს უნდა იყოს რაღაც განსხვავებული, გამორჩეული ნამუშევარი. მინდა აღნიშნო, რომ ჩემი ნამუშევრები ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული იყიდებოდა. ერთადერთი სალონი იყო, ნოდარურუა, განათლოს ღმერთმა აღარ არის. ჯავახიშვილის 8 ნომერი არის თუ არ ვცდები, იქ არის სალონი და დღემდე ვყიდი იქ ნამუშევრებს. ასევე იყიდება Facebook-ზეც, პირადადაც მიკავშირდებიან.